პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მსგავსი პროგრამა ქალაქის სხვა რაიონებშიც განხორციელდება. საკანალიზაციო მილების შეცვლა არის დაგეგმილი, ამ ეზოში მოეწყო ასევე სკვერი და მოკლედ მოსახლეობასთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. დღეს მქონდა ახალ პროექტზე საუბარი ამ ხანაგობის შესახებ, სადაც ჩაერთვება ეს კორპუსიც აღნიშნული ეზოც და იმედი მაქვს, რომ ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ბევრ სასუკეთო საქმეს გავაკეთებთ. საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, ქალაქის კეთილმოწყობასთან ერთად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ახორციელებს პეკინის ქუჩაზე ქსელის რეაბილიტაციის პროექტს. თქვენ ახლა ხედავთ, რომ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაოები. ანალოგიური პროექტები დაახლოებით 30 ქუჩაზე მიმდინარეობს მთელი ქალაქის მასშტაბით დღეს მდგომარეობით და ესეთი ერთობლივი სამუშაოები კიდევ მომავალშიც გაგრძელდება ძალიან ინტენსიურად.